მოგესალმებით მეგობრებო და ეხლა მინდა გითხრათ რომ რას ნიშნავს ეს მდგომარეობა საქართველოში შემოსვლა და ნაკადი ის იმ ხალხისა რომელიც საქართველოს მოესწრაფვის და ცდილობს რომ საქართველოში შემოვიდეს და ამას დაუკავშირებ მე იმ თემას რა გააკეთა ჰიტლერმა და რატომ მოიჩორა თავიდან ეს პატიოსანი ებრაელები თუ ისმის ხმა კარგად ერთი წუთით თვითი ხოში ყავს და თუ შეიძლება ცოტა თვითით გადავარ აი აქეზე მაგრამ მოკლედ აქეთ უფრო ჯობია იქით ხმაური იყო ეხლა რა მინდა გითხრათ რა თქვენ იცით რომ ესე იგი თუთი ხოში ნერვიულობს თქვენ იცით რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერმა ესე იგი დედაბუდიანად მოისურვა მასობრივად ებრაელების გაწყვეტა ხო? ეხლა რატო იყო ეს მნიშვნელოვანი და რატო გააკეთა, რატო მოისურვა ებრაელების გაწყვეტა? მინდა გითხრათ რომ არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ სიონისტმა ებრაელებმა ჰიტლერის ცნობიერება გავლენის ქვეშ მოაქციეს, ანუ თავიანთ გავლენის ქვეშ მოაქციეს და დაარწმუნეს ჰიტლერი, რომ ებრაელი საზოგადოება, რომელიც გერმანიაში იყო შესული და კარგად იყო მოწყობილი, ანუ მათი შემოსავალი ისევე როგორც მათი სოციალური მდგომარეობა აღმავლობისკენ იყო უკვე კარგად იყვნენ და შეძლებულად ცხოვრობდნენ ებრაელები, სიონისტმა ებრაელებმა, ანუ სიონისტი ებრაელები არიან ისინი, ვინც მასიურად ცდილობენ რომ მსოფლიო მასშტაბით ზეგავლენა ქონდეთ მსოფლიოზე და ხალხებზე და მათი მოყვანილი ჰიტლერი ისევე მათივე ხელით იქნა ესე იგი გაცრუებული, ანუ ნახეთ რა გააკეთებინეს ჰიტლერს შია წერეს, უბრალოდ შია წმინდეს ეს თავიანთი სვლა, რომლის მიხედვითაც თვითონვე გაანადგურეს ეს პატიოსანი ებრაელები. ახლა ვინ იყვნენ ეს პატიოსანი ებრაელები, მეგობრებო? პატიოსანი ებრაელები იყვნენ ისინი და დღესაც არიან ძალიან ცოტანი დარჩენილი, ვინც ხელს უშლიდა თავად სიონისტებს იმ გეგმის განხორციელებაში ხელს, რა გეგმაც ჰქონდათ და აქვთ სიონისტებს დღეს და ახორციელებენ. რატომ მოუნდათ ამ ხალხის გაჟლეტვა? იმის და გამო, მეგობრებო, რომ თქვენ იცით, რომ ებრაელები არიან ძალიან გონიერი პიროვნებები, რომლებსაც შეუძლიათ, ესე იგი, როგორც გაგაბედნიერონ, ისევე გაგანადგურონ, ხო? და აქედან გამომდინარე, თვითონ ამ სიონისტების მოსაზრებით ერთადერთი ებრაელი საზოგადოება იყო მათი ხელის შემშლელი, ვინც ამ თავიანთ მზაკრულ გეგმებში ხელს შეუშლიდა. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგი გეგმა ჩამოაყალიბეს, რომ პირველ რიგში მათ დაარტყეს. თავიანთ ხალხს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ესენი არიან სიონისტი ებრაელები და ესენი არიან ებრაელები, რომლებიც თქვენ იცით, რომ ქრისტეს ჯვარცმის დროს ლონგინოზი და ელიოზი, ასევე სიდონია და მისი დედა იყვნენ ებრაელები, ებრაელი შტამისა, მაგრამ სიდონიას დედა აფრთხილებს ლონგინოს და ელიოზს, რომ ამ მართალი კაცის მოკლაში ხელი არ გაისვაროთ. აი ეს ებრაელები, მეგობრებო, რომლებიც ქრისტეს აღიარებდნენ, ანუ ეს წარმომადგენლობა, რომლებიც ოფიციალურად შეიძლება ქრისტეს ვერ აღიარებდნენ, იმიტომ რომ იმის უკან კიდე სხვა მასა იდგა, რომელიც არ აძლევდა ამათ საშუალებას, რომ ქრისტე ეღიარებინათ. აი ეს ებრაელები, რომლებიც ქრისტესთან ახლოს იყვნენ და მათი აღიარება შიდა საუბრებში ჰქონდათ, აი ეს ებრაელობა სუმთლიანად თავიდან მოიშორეს. ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ რატომ მოიშორეს თავიდან, იმიტომ რომ მათ იციან ძალიან კარგად, ადამიანი, რომელიც ქრისტეს აღიარებს, მას ზეციური ძალების ის აქვს
Unterstützung დახმარება აქვს. როდესაც ზეციური ძალების მიერ ანუ ეს რჩეული ხალხი, როგორიც არიან ნებისმიერი საზოგადოებიდან გამორჩეული ქრისტიანები, იღებენ დახმარებას, რა თქმა უნდა, ხელს უშლიან სიონისტი ებრაელების გეგმებს, ხო? იმიტომ რომ ზეციდან მოდის მთლიანად ეს ძალები. აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ ოკულტური სივრცე ჩართეს, ოკულტური სივრცეში ჩაითრიეს ეს ჰიტლერი, ისევე თვითონ დააყენეს და მოიყვანეს ეს ჰიტლერი ძალაუფლებაში და შემდეგ ძალიან სასტიკი გეგმა ჰქონდათ, ძალიან მაგარი გეგმით, ვერ ვიტყვი რომ კარგი გეგმა იყო, მაგრამ კარგად განახორციელეს. მთლიანად გაანადგურეს ეს ხალხები, რომლებსაც ძალა ჰქონდათ ზეციდან. ეხლა რაც შეეხება მე რომ ვამბობ რომ ებრაელები და ებრაელები არიან ყველანი დარჩენილი ებრაელები, ვინც ამ სისტემის მონები არიან და ამ სისტემის მიერ არიან ჩაჭერილები, აი ეს ებრაელები აბსოლუტურად ძალას ვერ წარმოადგენენ, მაგრამ წარმოადგენენ სიონისტი ებრაელები იმ ძალას, რისი მიხედვითაც ხელში ჩაიგდეს, ესე იგი, ამ ქვეყნის ფული მთლიანად, მსოფლიო მასშტაბით ბანკებისა და მისი ქვეშევრდომების ფული თვითონ ხელთ უპყრიათ. რა თქმა უნდა, ამ დედამიწას ფული მართავს და ამ დედამიწაზე დაყენებულია ის იალდაბაოთი, რომლის ინტერესებითაც ფულია და მამონას მსახურნი გამოდიან ესენი ყველანი. მაგრამ ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი გეგმა აქვს ასევე ამ სიონისტ ებრაელებს მოფიქრებული, როგორ გაანადგურონ ქართველი, ანუ ებრაელები ხომ მოიშორეს თავიდან, აი ის სიდონია და მისი დედა და მისი ძმები ხომ მოიშორეს თავიდან. აი ეხლა სურთ რომ სრულიად მარიამ ღვთისმშობლის წარმომადგენლობა, ეს ქართული, ქალდეული წარმომადგენლობა მოიშორონ თავიდან. ეხლა ვინ არიან ესენი, ხო? ქართველები, პროტოკართველები იყვნენ, ქვიათ, ახლა ქართველები ქვიათ, მაგრამ ივერიელნი იყვნენ, ესენი იბერიელნი თუ პროტოკართველები, ანუ ისინი, ვინც ქრისტეს აღიარებს და ქრისტეს ახალი სწავლებების მოწმე გახდა და მისი მიმღები, აი ამ ხალხის მთლიანად განადგურება სურთ, რამე თუ არ გააკეთებენ ამას, იციან რომ თავიანთი ფულის, თავიანთ ძალაუფლებას დაკარგავენ და ამინ დაკარგავენ და თუ ისინი არ მოიშორებენ ამ ხალხს, იციან რომ უკვე ის დრო მოდის, რომ მთლიანად ამ ხალხის ხელში გადადის ძალაუფლება. ეს არის ორთა ბრძოლა, ანუ შავი და თეთრი ძალების. თეთრი ძალები იცით რომ არ გადადიან შეტევაზე, თეთრი ძალები არასდროს არ გადადიან შეტევაზე, ისინი თავდაცვით მოდუსში არიან, მაგრამ შავი ძალები გადადიან შეტევაზე. და აგერ ჩვენ მაგალითები გვაქვს ისრაელი, როგორ იწყებს ომს თუნდაც ირანთან, თუნდაც ღაზაში და ასე შემდეგ, მაგრამ საქმე რაშია, ეცი ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან რა ომს იწყებს. შეფარული ომი, რომელიც არა ბომბებით ხდება, არამედ ხდება აბსოლუტურად კარგი გეგმით, როგორც ეს განახორციელეს ჰიტლერის შემთხვევაში, ეს არის საქართველოში შემოგზავნილი მეორე ჰიტლერი. როკაცრავად აი, როგორც ახლა ჭყალებში ჩასმული ჰიტლერი, ეს არის ერის მამად წოდებული იცით ვინც არის ამ ერის მამად წოდებული, ხო? აღარ ვახსენებ მის სახელს. და კარგად უკრავს. და როდესაც ერის მამად წოდებული საქართველოს აი ამ მხრივ დაიმონებს, რომ ესე იგი ცოდვების უმაღლეს დონეში ჩააგდებს, ეს არის ინცესტის ცოდვების უმაღლესი დონე, ასევე ფარისევლობის უმაღლეს დონეში. ადამიანებს კლავს ის სულიერი მოკლა, მეგობრებო, იციან რომ იმის ტოლფასია, რაც გაანადგურებს შემდეგ ფიზიკურ განადგურებას გამოიწვევს, ანუ სულიერი განადგურება გამოიწვევს ფიზიკურ განადგურებას, იმიტომ რომ ზეციური ძალები კარგავენ ძალას, რომ
ფიზიკურობაში დაგეხმარონ, ზეციურთან თუ არ კავშირი, ამიტომ მოდის და მოდის ხილვები ხალხში, რომ ბრძოლა გაძლიერდა, ანუ ასტრალურ სფეროში ბრძოლა გაძლიერდა შავებსა და თეთრებს შორის და ითხოვენ უკვე აქედან დახმარებას, რომ ჩვენ შევძლოთ რამენაირად ერთად შეკვრა და ერთად დგომა იმისათვის, რომ სინათლე მააღწიოს იმ ნათელძალებთან, რომ ეს სინათლე არ დაიკარგოს, ანუ წყვეტა არ იყოს სინათლისა. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ როგორ გავაკეთოთ ეს ერთობა, ხო? ერთობის ეს არ არის, რომ დავდგეთ და ვიყვიროთ, რომ აი თქვენ წადით და თქვენ საზღვრებოთ და ეს არ არის ერთობა. ნათელი ძალების ერთად დგომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გააკეთოს, ლოცვა. ანუ პირველ რიგში, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ერთად ლოცვა უნდა ვისალოთ. ერთად ლოცვა არ ნიშნავს იმას, რომ კვირა დღეს მივიდე ეკლესიაში და აი წარმართულ ოკულტურ რიტუალებში მივიღო წილი. ანუ მივიღო მონაწილეობა. ეგ არ არის, მეგობრებო. ერთიანი ლოცვა არის, როდესაც ჩვენ მე, შენ, ის მესამე ვიღაცა, ხო? დავდგებით და ერთად ვილოცებთ ერთი მიზნისთვის. აი მაგალითად რა მიზნისთვის შეიძლება ილოცოს ქრისტიანმა ადამიანმა, ხო? ერთადერთი მიზანი არსებობს. მიზანი არის ის, რომ ჩვენ მალე ვიღილოთ ქრისტე. და ამ ქრისტეს მოთხოვნა, რომ სურველი იტყვის მოდიო, ქრისტეს დაუძახებს, არის ქრისტიანთა მიზანი. რამე თუ ქრისტეს გამოჩენა ამათი ავტომატური განადგურება არის. ანუ ამ ბნელი ძალების ავტომატური განადგურება იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს უფლება, როგორც სინათლის მატარებლებს, რომ ხელში ავიღოთ ან მახვილი, ან თოფი, ან ბომბი და ვესროლოთ. არამედ ჩვენ შეგვიძლია უფრო უკეთესი ხერხი მოვძებნოთ და უფრო უკეთესი ძლიერი მახვილი ავიღოთ ხელში, ეს არის ლოცვა. და როდესაც ჩვენი ლოცვა ავაზეცად, როგორც მოხდა ნოეს დროს, რომ აი ეს კაცობრიობის მოდგმა ზეცამდე მიაღწია და მერე გაიგო ღმერთმა დედამიწაზე რაც ტრიალებს, აი ისე მოხდეს დღესაც. ეხლა რა გავაკეთოთ? ეხლა მაგალითად რამდენიმე დამიკავშირდა და მითხრა შეგვიძლიაო, რომ ყოველდღიურად მოვითხოვოთ ქრისტეს მოსვლაო და რა თქმა უნდა, რაც უფრო ხშირად და ყოველ წუთს მოითხოვ ქრისტეს, მით უფრო დაკავშირდება ეს რეზონანსი, ანუ რეზონირება როგორ ხდება, იცი? ბგერა უნდა გაუშვა და ეს ბგერა ოდესღაც მიაღწევს იმ დანიშნულ ადგილს. თუ შენ ბგერის გაშვების დროს გააკეთებ დიდ პაუზას, ის დაიკარგებავსო, ის გაშვებული ბგერები სადღაც გაიფანტება, მაგრამ თუ შენ აი მონოტონურად აირჩევ რაღაცა ობიექტს და იმას მიაწვდი, ესე იგი იმ სიხშირეს, რომელიც სიხშირითაც ის რეზონირებს შენ სიხშირესთან, მაშინ ის რეაგირებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივაწოდოთ ყოველდღიურად, თუნდაც 12 საათზე, თუნდაც ავიღოთ 12 საათი. ყოველდღიურად მოვითხოვოთ ქრისტეს მოსვლა, ქრისტეს გამოჩენა. მართალია თქვენ მღვდლები და თეოლოგები გეტყვიან იმას, რომ ეს არ არის ქრისტიანების მიზანიო, მაგრამ მე გეტყვით თქვენ, რომ ქრისტიანების ერთადერთი მიზანი არსებობს ამ დედამიწაზე, მხოლოდ ქრისტე იხილოს კვლავ და ქრისტეში გაერთიანდეს. ეს არის ქრისტიანების მიზანი. მოდი ახლა მოусმინოთ ამ ლამაზ ლაივ შესრულებას და მე გავაგზავნე, თორე დავიღალე ეს ხმამაღლა არის. ხმამაღალია ძალიან. ხო, თუ მოკლედ ერთი სიტყვით, ეს არის შეფარული ბრძოლა, რომელსაც უნდათ რომ გადაფარონ ირანთან დარტყმით, ანუ შეფარულად ბრძოლა საქართველოში იქიდან მიმდინარეობს, რომ შემოსული აქაური ჰიტლერი, როგორც უკვე ვახსენეთ, ერის წოდებული, მამად წოდებული, ცდილობს, რომ ესე იგი გადააჩუმათოს ეს შემოდინება უცხო ტომების, როგორც არიან ინდოელები, პაკისტანელები, არაბები, ჩინელები, თურქები და ასე შემდეგ, რუსები, უკრაინელები და კიდე სხვები, სხვადასხვა ზანგებიც.
მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ხალხის წინააღმდეგ არანაირი ის არ გამაჩნია, აგრესია არ გამაჩნია, უბრალოდ ეს უკვე აჭარბებს იმ მდგომარეობას, რომელი მდგომარეობითაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სტუმრები, ხვდებით? ანუ საქართველოს ეხლა რაღაცა ტერიტორიას გააჩნია რაღაცა სოციალური ვითარება, სოციალური ვითარების ნიადაგზე შეგიძლია ამდენ ხალხს გაუმასპინძლე. ეხლა შენ თუ თავზე დაგაჯდება მთლიანად მსოფლიო კი არ გაუმასპინძლები, აქეთ დაგაჯდება თავს და გაგჭყლიდავს, ხო? ეს არ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ისინი გძულდეს, არამედ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ვუთხრათ ჩვენი ხმა, ამოვიყოთ და ვთქვით, სტოპ, ეხლა მოიცადეთ, ცოტა ხანი მოიცადეთ რა, ვეღარ მიგიღებთ. ანუ გამოვყოთ, რა თქმა უნდა, ის სტუმარი ღვთისაა, გასაგებია, მაგრამ სტუმარი ვიცი ერთდღიანი და ორდღიანია, რომელიც ჭკვიან ადამიანს აქვს ნათქვამი და სტუმარი აღარ არის ის, რომელიც ჩამოვა და მიწას იყიდის და აქ 10 შვილს გააჩენს და 20 შვილს. არ არის ეს უკვე სტუმარი. სტუმარი ღვთისაა, როგორც შემოხვედი, 1-2 დღე მიგიღებთ, 1-2 კვირა კი ბატონო და ოღონდ უნდა დატოვო ისევ, ხო, ქვეყანა. ეხლა ეს ძალიან კარგად მოფიქრებული გეგმა არის, რომ გადაყლაპოს ვეშაპმა იონას გადაყლაპა ხდება 3 დღის მანძილზე, 3 დღე კიდე ერთი დღე ვითარცა 1000 წელიო და ამ 3 დღის მანძილის 3 დღის მანძილზე, ნუ ბოლო ჟამს დაშქარებულია და ვთქვათ 300 წლის ომი რომ გაგრძელდება, ან იონას ამოაფურთხებს ვეშაპი ისევ, ან კიდე დარჩება იქ, სადაც დარჩება. ხო და აქედან გამომდინარე, ჩვენ ქართველებმა თუ კი ჩვენ სადმე ვართ, კიდევ უცხოეთში თუ საქართველოში ამას მნიშვნელობა არ აქვს. გაერთიანებაა საჭირო. რა გაერთიანებაა? ახლა მე ბევრი ვიდეო მოვისმინე, რომელი ადამიანის უცხოეთიდან მოგვიწოდებს რომ შევიკრიბოთ. მე კიდე საქართველოსთან მოგიწოდებთ ყველას რომ ჩამოდით. ანუ აღარ არის იმის დრო, რომ იქიდან მოგვიწოდოთ, აქ შევიკრიბოთ. აღარა ვართ აქ. არ ვართ. 1, 2, 10 კაცი თუ ვართ და 1000-ზე. 10 კაცი 1000-ზე არ ჩანს. უბრალოდ არ ჩანს და უცხოეთში წასულებო, თქვენ ძალიან ბევრი ხართ. ჩამოდით და ვთქვათ, რომ ჩვენც ვართ აქ. სახელმწიფო ჩვენია, საქართველოსი, ქართველების არის. თუ ამას არ ვიტყვით, აგერ უკვე ვიდეოს დაგიდეთ, რომ სიონისტები მართავენ საქართველოს ქუჩებში უკვე გამოგვიკრეს სიონის დროშები და თვითონ ასე აწერია სიონ აწერია და ყოველ მეტრში დააყენეს სავიანთი ლოგო. და უკაცრავად, მაგრამ თქვენ შეიძლება გყავთ ეშმაკი, რა ქვია მაგას, როგორც ძალა, მაგრამ ჩვენ ღმერთი გყავს როგორც ძალა. ანუ ჩვენ ვერ გაგვანადგურებთ თქვენ სიონისტებო. და რომც გაგვანადგუროთ, თქვენ თავებს ანადგურებთ და ძალიან კარგად იცით თქვენ, რომ გაანადგურებთ ქართველებს, განადგურდებით თქვენს. ძალიან კარგად იცით ეს. ამიტომ ჩვენ ამ თვალსაზრისით, რომ ის დაგვარტყან თვალნათი, როგორ გონიათ ეხლა მაგათ იცი, ღმერთს მოატყუებენ, რომ აი ეს ნელ-ნელა გაგჟლიტავენ, ანუ დიდ გენოციდს მოაწყობენ, თან ისეთი ხალხისგან, რომ აი ერის მამად წოდებული და ეს მეუფეები და ესენი და აი სწორედ მაგ ხალხის მიერ ამოგვიტრიალებენ გონებას, როგორც ეხლა უკვე დაიწყეს, რომ რა კარგია, რომ გადავდეთ მეორედ მოსვლაო და ასე შემდეგ. და ხალხი აი ესე ცხვარივით, რომელიც გონსა ვერ არის და დადებილებულია მაგათ მიერ ისევ, იფიქრებს, რომ აი რა კარგი წინა ზღვარი ყავს, გადაგვარჩინა კიდე მეორედ მოსვლას. გესმით? ან მეორედ მოსვლას გადაგვარჩინაო რა, რომ იფიქრებს ქრისტიანი, წარმოგიდგენიათ, რანაირი ქრისტიანია. ამ თავმოყირავებული ქრისტიანი და 58,000 ბავშვს რომ ინცესტის საშიშროებაში ჩაგიგდებს და მე იტყვის, რომ შენი ცოდვაო მე ავიღე ჩემ თავზეო და ქრისტე ამბობს, რომ მე არ მოვედი იმისათვის, რომ თქვენი ცოდვები მე ავიღოთ ჩემ თავზეო, არამედ იმისათვის, რომ განგკუნოთ. ქრისტე ვერ იღებს თავის თავზე ცოდვებს, ვერავინ ვერ აიღებს შენს ცოდვას, შენს ჩადენილ ცოდვას თავის თავზე ვერ აიღებს. ამიტომ ისე როგორც აპროგრამებენ ამ ბერებს და მამაოებს, რომ ვითომ ილია მეორეს ხილვა ქონდა და თავის თავზე აიღო იცოდა იმის გამო, რომ დემოგრაფიული თვალსაზრისით საქართველოს ცოტა ამოესუნთქა. ეს არის ტყუილი. და ამ ტყუილში ფხიზლად იყავითო ქრისტე გეუბნება, ბოლო ჟამს ყველა მოგატყუებთო და ასე რომ სიონისტებს სტალინიც სახიფათო ხალხად მოიხსენიებდა.
თავის მემუარებში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ებრაელი ფესვებისაა იქითა მხარეც და აქეთაც. თუ პატიოსანი ებრაელი ესეთი წავიდა. ესეთი მცნება სამყაროში არსებობს, საერთოდ სტალინმა შეუქმნა მაგათ სახელმწიფო დღევანდელი ისრაელი. იმ მოტივით, რომ ახლო აღმოსავლეთში საიმედო მოკავშირე ზელოდა მათი სახით და იმათმა მის სიცოცხლეშივე უღალატეს მამა ჩენალს. განრისხებული იყო სტალინი. მაშინ დღევანდელი ისრაელს კი ვხედავთ ყველა რაცაა. იქ რომ დაავწერე სტალინის შეცდომა იყო ებრაელების გადარჩენა თქო ტყუილად კი არ დავწერე. ხო, რა თქმა უნდა, სტალინმა მიაცემინა ინგლისთან მოლაპარაკება მოწყო, ინგლისმა კიდე ეს ტერიტორია, სადაც ახლა ცხოვრობენ, იმათ დაათმობინა. დღევანდელ ისრაელს კი ვხედავთ ყველა რაცაა, ხო, ესენ წავიკითხეთ. ვიმეორებ, უნდა ეცლია ერთი კვირა ჰიტლერისთვის, რომ გაეჟუჟა იმას ეს ნაციამ, რასაც გაჟუჟავდა და მერე მიიყვანა ომი ფინიშამდე. ჰიტლერიც მაგათ მიერ იმართებოდა და სტალინიც, ანუ ეხლა მაგაში ვერ დამაჯერებთ. ერთადერთი ვინც ვერ იმართებოდა მაგათგან არის გურჯიევი. გესმით? და ორივე სტალინის და ჰიტლერიც მაგის მიერ იყო, იმიტომ რომ გადადო სტალინმა 70 წელი. ვინ ეკითხებოდა რომ გადადო? ვინ არის სტალინი რომ გადადო? ხო? რა უფლებით გადადო ჯერ ეგეთის და ჯერ ეგეთის ეგ არ არის მართალი რომ სტალინმა გადადო და მე ვიღაცამ გადადო. არავინ არ გადადო და ამის უნარი არც ერთს არ შეძლებს, რომ ვინმე რამე გადადოს. ეს მამაზეციერმა გადადო იმისათვის, რომ აზრზე მოსულიყო ის ხალხი, ვინც მოსასვლელია აზრზე. და ეხლა დღეს ხომ ხედავთ, რამდენი ებრაელი მოდის უკვე აზრზე. მოკლედ ერთი სიტყვით მეგობრებო, სანამ ეხლა ბატარია გაითიშება, მე გითხარით ჩემი სათქმელი და აუცილებლად მიაქცეთ ყურადღება. ერთ რამეს მოითხოვეთ, ყოველდღიურად მოითხოვეთ ქრისტეს მოსვლა. სადაც არ გინდა იქ იჯექით, იყავით, გინდა ეკლესიაში მიდით და ანთეთ სანთელი თუ სიზმარში დილით გაიღოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოდი ჩვენთან უფალო, აი უნდა იყოს განუწყვეტელი მოთხოვნა, რომ მოდი ჩვენთან უფალო. აი ეს ვიძახოთ სულ. გაგოსით, დავით.